მეორე დღეა წყალტუბოში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ორგანიზებით სამოქალაქო განათლების პროგრამა წვანი აკადემია მიმდინარეობს. ღონისძიებაზე მთავარ მომხსენებლად გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გამოვიდა. გიგლა აგულაშვილმა ეკონომიკურ განვითარებასა და გარემოს დაცვას შორის არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრა. წვანი აკადემიაში ახალგაზრდების ქსელიც შეიქმნება, რაც სამხრეთ კავკასიაში მწვანე იდეების წინ წამოწევას და მხარდაჭერას შეუწყობს ხალხს. ეს ფორმატი ჩვენთვის ბუნებრივი ფორმატია. ის კანონპროექტი, რომელსაც მალე შევთავაზებთ ჩვენ საზოგადოებას, მიმდინარე წლის ბოლომდე, ზუსტად ამას გულისხმობს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში საზოგადოების ფართო წრეების, დაინტერესებული ადამიანების ფართო ფენების ჩართულობას. ეს წვანი აკადემია გულისხმობს სწორედ კომპლექსურად სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების განშლას.